პირველად ქართული მედიცინის ისტორიაში თბილისმა ევროპის პედიატრთა აკადემიის ყოველწლიურ ფორუმს უმასპინძლა. პედიატრთა საერთაშორისო თავყრილობა საქართველოს პედიატრიის აკადემიის თანამშრომლობით გაიმართა. ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის 300-ზე მეტი ექიმი დაესწრო. საქართველოში პედიატრიული კონგრესი ასეთი დიდი მასშტაბის ნამდვილად არ ჩატარებულა, თანაც ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ საქართველოს ცნობადობისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. იმიტომ რომ უმეტესობა დელეგატებისა 300-ზე მეტი დელეგატი იყო დარეგისტრირებული, ესენი იყვნენ ევროპის ქვეყნიდან, ისე ყოფილი SNG-ს ქვეყნებიდან და ასევე ბრაზილია, ფილიპინები და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ, გარდა იმისა, რომ ქართველებიც იყვნენ. პირადი კონტაქტები ძალიან ბევრი დამყარდა. ეს კონგრესი ეძღვნებოდა პედიატრიას და მის მომიჯნავე სპეციალობებს და იყო წარმოდგენილი როგორც სუფთა პედიატრიული, ნეონატოლოგიური, ბავშვთა გასტროენტეროლოგიური, ბავშვთა ენდოკრინოლოგიური, ესეთი საკითხები იყო წარმოდგენილი, განხილული იყო ძალიან საინტერესო შემთხვევები, იყო დისკუსიები, იყო პლენარული სხდომები და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველაფერი, რასაც აქ საფუძველი ჩაეყარა და მე იმას ვიქონიებ, რომ ეს ასე არ გაჩერდება და კიდევ განმეორებით იქნებ მოხდეს ისე, რომ ერთობლივი კონგრესი ჩატარდეს თბილისში. ზოგადად ჩემი ასოციაცია, ანუ პედიატრთა აკადემია, რომლის პრეზიდენტიც მე ვარ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ძირითადი გეგმა და სტრატეგია არის სწავლება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პედიატრიის განვითარებისთვის პირველი ნაბიჯი, რაც უნდა იყოს, გადაიდგეს, ეს არის სწავლება, როგორც დიპლომამდელი, ისე დიპლომის შემდგომი. და დიპლომის შემდგომ სწავლებაში შედის სასაკვირველი ექიმთა განათლება და რეზიდენტების და ასე შემდეგ. აქ ეხლა ბევრი ახალგაზრდა წარმომადგენელი იყო, ზოგი რეზიდენტი, ზოგი ახალგაზრდა ექიმი, იყვნენ სტაჟიანი ექიმები და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ იყო კითხვები აზრთა გაცვლა, გამოსვლა და ჩვენი გამოცდილებების გაზიარება და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ არ აქვს ყველა საშუალება, რომ უცხოეთში თქვათ კონგრესს დაესწროთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ვაქცინაცია, მით უმეტეს ვაქცინაციის კვირაული არის ახლა. და ზოგადად კონგრესი ეთმობა პირველად ჯანდაცვას და პირველადი ჯანდაცვა ვაქცინაციის გარეშე წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ექიმის მიზანი არის არა მხოლოდ დაავადებას უკურნალოს, არამედ მისი პრევენცია მოახდინოს და ვაქცინაცია არის ერთ-ერთი საშუალება და რეალურად ითვლება, რომ პირველადი ჯანდაცვისათვის ეს არის ყველაზე უდიდესი მიღწევა, იმიტომ რომ მკვეთრად შეამცირა სიკვდილიანობა, ასევე შეამცირა ინფექციური დაავადებების გავრცელება. თემა ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეხებოდა ყოყმანს ვაქცინაციის რაც საქართველოში აქტუალურია გამომდინარე იქიდან, რომ COVID პანდემიის შემდეგ ძალიან დაეცა რწმენა ვაქცინებისადმი და ძალიან ბევრი ანტივაქსერული ჯგუფები გააქტიურდნენ და რეალურად მოცვა ვაქცინაციის ბევრად უფრო ნაკლები არის, ვიდრე ეს იყო პრე-კოვიდამდე პერიოდში, განსაკუთრებით ეხება მაგალითად წითელას ვაქცინაცია დაახლოებით 86%-მდე არის ჩამოსული, რაც იმას განაპირობებს, რომ გარდა იმისა, რომ ბავშვები არ არიან ნაცვლილი, ასევე საზოგადოებრივი დაცვა, ასე ვთქვათ, herd immunity, ანუ საზოგადოებრივი იმუნიტეტი აღარ არის და ამიტომ ის ადამიანები, რომელსაც რაღაც ჯანმრთელობის გამო მათი აცრა არ შეიძლება ამ ვაქცინებით, ისინი არიან რისკის ქვეშ. ჯანმრთელმა ბავშვმა შეიძლება შედარებით მარტივად გადაიტანოს, მაგრამ იმ ადამიანს, ვისაც რაღაც იმუნოდეფიციტი აქვს სხვა დაავადების გამო, განსაკუთრებულ მკურნალობას მოწყვლად ჯგუფში, ძალიან მძიმედ შეიძლება მიმდინარეობდეს. თუმცა არც ესე არ არის მარტივად, რომ გადაიტანა და გამოჯანმრთელდა, მას აქვს ცოტა უფრო შორს მიმავალი, ძალიან სერიოზული გართულებები, რომელთა მკურნალობა სამწუხაროდ დღევანდელ მედიცინამ არ იცის. ამიტომაც ვაქცინაცია არის ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით თემა ეხებოდა არა მხოლოდ ყოყმანს, არამედ თუ როგორ ვისაუბროთ მშობლებთან, რომლებიც ყოყმანობენ ვაქცინაციას და ეს არის კიდევ მეორე გამოწვევა. ამიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება ჭირდება ამას და ცოდნა იმ რაღაც სპეციალური ხერხების, როგორ შეიძლება რომ ეს მშობელი გადმოვიყვანოთ სხვა რელსებზე და შეუცვალოთ ცნობიერება. გამოვიხმაუროთ დღევანდელ კონგრესს. პირველად ტარდება საქართველოში ევროპის პედიატრთა ასოციაციის წლიური შეხვედრა და კონგრესი. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს ევროპელი ექსპერტები საქართველოში იმყოფებიან და რა გამოცდილება გააზიარეს მას თუმცა ჩამოსულები არიან წამყვანი ქვეყნებიდან მეცნიერები და სპეციალისტები და რეალურად პირველადი ჯანდაცვის შესახებ თითქმის მთლიანად მოცული არის პირველადი ჯანდაცვა, როდის არის საჭირო ზედამხედველობა, როგორ უნდა მოახდინოს დაავადებების პრევენცია, როდის ამოვიცოთ რა არის ძირითადი დაავადებები, რა არის ვთქვათ მათ შენიღბული ძირითადი დაავადებები, რაღაც იშვიათი დაავადება და ასე შემდგომ.
ამიტომ ესეთი თემები იყო ძალიან საინტერესო, არა მარტო უცხოელებს, არამედ ქართველი მომხსენებლებისაც ასევე. დღეს იყო მაგალითად აი დიპ დიაგნოსტიკას როგორ უნდა მიუდგეთ სხვა დაავადების დროს, ვთქვათ, თითქოს ბანალური ასთმის მართვა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით პირველად ჯანდაცვის რგოლში და ეს სიახლე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ექიმამდე მივიდეს და ასე მგონია, რომ ერთ-ერთი მართლა ძალიან წარმატებული კონფერენცია იყო, ამიტომ რომ მე პირადად რა ვიცი ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგებით. კონფერენცია იდეალურად აერთიანებს პედიატრიასა და ინოვაციურ თემებს. დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რესპირატორული სინციტიური ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაცია დედებისთვის თუ ბავშვებისთვის. რა ახალი მტკიცებულებები არსებობს ამ მიმართულებით? განვიხილეთ სხვა თემებიც, იმუნოლოგია, ჰემატოლოგია, ფაქტობრივად პროგრამა მოიცავს პედიატრიის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას. გუშინდელი დღის მაგალითიც შემიძლია მოვიყვანო. კვლევები ამტკიცებს, რომ იმუნიზაცია აუცილებელია და ის ბევრი დაავადებისგან გვიცავს. ბევრ ინოვაციურ მკურნალობის მეთოდზე ვისაუბრობთ ისეთ თემებზე, რომლებიც პედიატრებს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარება. ფიქრობ, სწორედ ეს არის მასტერკურსის მთავარი მიზანი. ეს კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება. რა განსაკუთრებული ხედვები ან გამოცდილება მიიღეთ ქართველი კოლეგებისაგან? მე სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე არ ყოფილ ვარ, ამიტომ ქართველ ექიმთა საზოგადოებასთან ახლო თანამშრომლობა არ მქონია. თუმცა სამეცნიერო კომიტეტისგან ვიცი, რომ მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. მათთან თანამშრომლობა ნამდვილად ძალიან სასიამოვნო და ნაყოფიერი იყო. ადგილმდებარეობაც შესანიშნავია. თბილისში აქამდე არასდროს ყოფილ ვარ და ეს ქალაქი ძალიან მომწონს. მართლაც ფანტასტიკური ადგილია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. მთავარი თემა პირველადი ჯანდაცვა იყო. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვაზე ფოკუსირება პირველადი ჯანდაცვის დონეზე? როდესაც პრევენციაზე ვაკეთებთ აქცენტს, ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში მოქმედებს. მწვავე პედიატრიული მედიცინა ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ბავშვი ავად არის, ჩვენ შეგვიძლია მისი მკურნალობა, მაგრამ პრევენცია არის ინვესტიცია მომავალში. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ფიქრობ საქართველოშიც, ჯანდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ დაახლოებით 2% იხარჯება პრევენციაზე. თუმცა, თუ ამ მიმართულებით მეტი ინვესტიცია განხორციელდება, მომავალში დაავადებების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს რა თქმა უნდა ეკონომიკურადაც ეფექტიანია, მაგრამ უფრო მეტად მომავალზე გათვლილი ინვესტიციაა. ბავშვები ქვეყნის მომავალია და მათ ჯანმრთელობაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიციაა. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ჩემთვისაც დიდი სიამოვნება იყო.